გამარჯობათ, მოგესალმებით. თბილისიდან ჩამოვედი. ვარ სახე ახეული. წინ ეპიზოდში ნახეთ, როგორ მოვდიოდით და რაღაცა ლამაზი ეპიზოდი გამოვიდა. ვითომ ყველაფერი დაანკარგათ არის. ეს იყო პირველი ფრენა, მეორე ფრენაზე სულ რო არის ხოლმე ერთი ისეთი ბავშვი, რომელიც წივის და გაინტერესებს, რომ ამას პატრონი არ ყავს, ანუ როგორ შეიძლება რომ მშობელმა ერთი ხელი ვერ მოკიდოს და ვერ რაღაცა ქენი რა, ამდენი ხანი ბავშვი როგორ კივის. აი მომხვდა ჩემივე ფიქრები, უკან დამიბრუნდა, იმიტომ რომ ჩემი შვილი იყო ეგ ბავშვი, რომელიც უბრალოდ არ გაჩერდა 2 საათნახევარი თურქეთიდან თბილისამდე წიოდა, ბოლო ხმაზე წიოდა. Ну, კაი, ჩამოვედი და ხო იფიქრებ, რომ უკვე რაღაცა შეიძლება დამშვიდე და თქო, მე მანქანაში წიოდა კიდე, რავი, მე 40 წუთი სანამ მოვდიოდი. მივედით სახლში 8 დილის 8 საათზე შეგრძნა მქონდა, რომ სადილის დრო არის შაურმა ვჭამე, მე აი ისეთი არეული ვარ, მეტი რო არ შეიძლება. ჩვენ 2 სახლს შორის ვართ გადანაწილებულები, ერთი არის ჩემი მშობლების სახლი, მეორე არის ჩემი და ბენის სახლი და მოკლედ ხან იქით ვართ, ხან აქეთ ვართ და ხო იცი, პატარა ბავშვს რომ ემართება პირველ დღეს იქაც რო გინდა და აქაც რო გინდა და იქაც რო გინდა და აქაც რო გინდა, აქაც რო უნდა მეხვიდე, იქაც რო უნდა მეხვიდე. აი ეგრე ვარ და ეხლა მივხვდი სადღაც უნდა დავშოშმინდე, სადღაც უნდა ამოვბარგდე. ორი მთელი დღე იყო მოწოდების სიმაღლეზე, რა, აი წამიყვანეთ იქ მოლში, ეგეც ხო ბავშვი მიდგომ, აი ყველგან რო გინდა რომ მოასწრო და გააკეთო. მოკლედ მე და შიოს გვეძინა დღისით, ეხლა არის, ვიცი რომელი საათია? ეხლა არის თითქმის 8 საათი და აი განცდა მაქვს რომ გათენდა ბებე. რატო გინდა ჩემი მიკროფონი რო აიღოს? ყველაფერი უნდა რო აიღოს და ყველაფერი უნდა რომ ჩაღეჯოს. ყველაფერი უნდა აიღო და ოვის ძინავს ტახტზე. ანუ ოთახშიც არ დაწვა. არ მეძინე ერთი წამი გაჩვენებთ უბრალოდ როგორ არის. მე შემიჩნიეთ, მე რა რუსიკში, იმიტომ რომ თან ცხელა. და თბილისში ეგ მიყვარს რა, რომ ჩამოდიხარ და ეგრევე ტრუსიკში და ლიფში რო დადიხარ. ანუ ბავშვი არის გათიშული, ძინავს ტახტზე შეხედე. აუცილებლად ჩამოვარდება, მაგრამ ვერ გავახვიძე. 2 ნაბიჯი უნდა თავის ოთახამდე. 2 ნაბიჯი, 1, 2, 3, 4 რა მივიდეს და დაწვეს მშვენიერ ბლოგინი ელოდება, მაგრამ არა იქ წავიდა. განახოთ რამს ვქანი, არა. არის ესა YouTube ფორმატი, რო გაჩვენოთ. და გაჩვენეთ. დაუბრუნდეთ უკან. მე ვსვავ ყავას. საღამოს 8 საათია და მე ვსვავ ყავას. ბუბო და ბუჭიკა ერთად სიან, სხედან. არ ვიცი. უნდა დავიძრათ ალბათ მეორე სახლისკენ, მე მინდა რომ ვიბანაო ძალიან. ძალიან მინდა რომ შენ საჭმელსალოდები. საჭმელსალოდები და ის როგორია? მაგას მოდავალოთ. ხო. გადაიბაროს. ხო, ბავშვი უნდა გადავაბაროთ. დედა ჩემი აქეთ რჩება, ჩვენ უნდა გადავიდეთ მეორე სახლში და მინდა რომ ვიბანაო. ერთი ეგ მინდა ძალიან, რომ გადავიღო გემრიელად. იმიტომ რომ აი სანამ არ იბანავე, მგონია რომ იმ გზიზე, წეპიზე გაქვს. მე მინდა რომ რამე ვჭამო გემრიელი. თუ არ ჭამო მაგის დედაც ვატირეთ, ცოტა პირი ამოვიგე რა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მეზარება არის ის რომ ვიქნები შიოს გრაფიკზე დამოკიდებული და ღამე კაცმა არ იცის რას ვიზამ. შენი მეტი მქონი მუხლი რატომ მტკივა? მგონა ორებიც ჩაგეძინება დღეს ხომ? არ ჩაგეძინება? და რა ვაკეთოთ რა ჩაგეძინება? რა ვქნათ რო არ ჩაგვეძინება? ციუწუნა? YouTube-ნო. კაი, ყავას დავლებთ ახლა. სხვათა შორის ბუბუ წელს რო ჩამოვედი. მე ხო ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს ჩამოვდივარ, ოვის დაბადების დღეს მერე. წელს პირველად არის რომ ჩამოვედი და არ არის გადამწვარი ქალაქი. სადაც ის არის რომ მთელი ევროპა რო იცის სადღაც? არა, ნახევარას გულისხმობ. ხო, ეგეც ხო ძალიან უცნაურია რომ საქართველოში არ არის გადამწვარი.
რო ჩამოვდივარ ხოლმე ეს რაღაცა ყვავილები, ბუჩქები უკვე ხო ესე სიყვი ხო და რომ მოვდიოდი რაღაცა მცხეთის ქუჩაზე რაღაცა ბუჩქები იყო ძალიან ლამაზი სახლებს ისე მიყვარს მე ეს თბილისური სახლების ის რო არის მაგრამ გრილა მე ასევე ვერ ვიწუწუნა იმიტომ რომ საერთოდ მინდა სიცხე რაც ევროპაში აქვს არც მე ვაპირებდი ხა გახსენს გამახსენდა რომ ტრუსებში ვარ და არ არის ეს კარგი ამბავი ბუბუ რა შეუკვეთე აი მუხლი მტკივა რატომ მტკივა ესე ძალიან მუხლი მე დაგათვალიერებინებთ ამ სახლსაც და ის სახლი არის ჩემი მშობლების ეს არის ჩემი და ბენის სახლი რომელიც ახლა დავასრულეთ 1 წელია თუ რაღაცა იგეთი და აბა შეუკვეთე ფრინჯი ხო და მე კარგად დაგათვალიერებინებთ ყველაფერს უბრალოდ ასე თვალიერებინა სახლებს ამას და იმას და არასდროს არ სადარდა ვიდეოს ხო ჩვენს ინსტაგრამზე ეს რაღაცა view house tour და ერთ ეპიზოდს გავაკეთებ ერთი house tour-ი ის ტური და ის მეორე ბინა სადაც ხშირად ხედავთ ხოლმე ჩემს სტორიებს არის ნუ ბუბუსი და მშობლების მოკრეთ ოჯახური და ის ორი წამი ესა ისო მარტო იცი რა არის კმუტული რა გთხოვ ხო და იმას ვიზამ გაჩვენებთ რა როგორმა და დაბლაგდებით ჩემოდნები ყველგან მაინც საინტერესო ისეთი არ არის იმიტომ რომ ყველგან ჩემოდანია თან მივხვდი რომ აქვს საოცარი ჰორდინგი ვერც ვერ ვაგდებ ანუ ადამიანი ჰორდინგი რას ნიშნავს ჰორდინგი აი არ გინახავს ჰორდეს გადაცემა არის ეგ არის ჰორდინგი არის აი რო აგროვებ და ვერ ყარი ნაგავს რა ნაგვის მონგროვებელი რო ხარ სუპი соуსი შეუკვეთა შენმა დედა შენმა სუპი соуსი გადიმოსი სუპი соуსი ღიბზე ჩამოვისვი მინდა გითხრა აი მე ღიბზე ჩამოვისვი ჩემოწკოლება ავიწონე და ვარ 67 კილო ნუ კი ფრენის მე არ გადაყირავ ფრენის მე რა თქმა უნდა ხარ მძიმე რატო აიწონე შუა დღეს თან ფრენის მე აი რა ლოგიკა არა მაინტერესებდა რომ ვიცოდე რა სისასტიკესთან მაქვს საქმე ძალიან მინდოდა აჯიკის სუპი და პირველი ალტერნატივა რაც ვნახე იყო ტომიამი და რომელიც ცხოვრებაში არ გამისინჯავს და მინდა თუ მომწონს ჩაიგდე თუ კარგი ტომიამია ძალიან გემრიელია ერთი გადაცემა ესეთი რომ გავუშვათ შენ ძალიან მაგაცანება ეს უკვე შეიძლება გამიდგასინჯე გასინჯე გამაგეჟე აბა ნაის ძალიან კაცხარა ხარ მინდა არა მე მინდა то მიშბინასე კამერა ანუ რამდენ ქულას ვაძლევთ ტომიამს? 10-დანათი. 10-დანათი? ვაუ. არ არის ცუდი 10-დანათი. დედიტო, რა სიტყვა 10-დანათი? ცუდია თუ ისე რა? ცუდია თუ ისე რა? დამეზე ვიჭორავ რა. ამაზე ვიჭერ. თავი არ მაგარზე. მაბანავე და ვიჭორავ. აქ არ მოხდან სუფთა რაღაცები, თუ რა შევიდოდე ხო მაბანავიდან. აქ არის ულიფტო ამბავი და მოკლედ ყველავერი ჭყობს მე ჩემი ხომ რა. ლიფტით ვიყო. თორემ ნიუ-იორკშიც მეყოფა ულიფტო. ეს რაღაცა კარმულად მაქვს ულიფტობა, გადმოკარმული. არც ნიუ-იორკში არ მაქვს ლიფტი, არც აქ არ მაქვს ლიფტი არ არის შენ. შენ ლიფტიანი კარმა გაქვს ბუბუს? ალბათ უფრო ლიფტიანი. ხო, აი ბუბუს ლიფტიანი კარმა აქვს და მე არა მაქვს ლიფტიანი კარმა. დედიტო, всё, ყველაფერს დალეწავს. კარგი, ჩაგერთვებით ცოტა ხანში. ჩამოგვაღამდა და მივიდივართ მე და ბუბუს შიო არ მაკიდია ხალხი გჯერათ შიო მე არ მაკიდია სხვა საკიდია ეს ყოფილა ბედნიერება
ძალიან სასიამოვნოა. პეჩენი აქვს, ესე შენახული ხელში სადღაც. აფთიაქში ვიყავით და რაღაცები ვიყიდე შიოსთვის. საერთოდ დეგენერატივით მინდა გითხრათ, რომ წამოვიღე ძალიან ბევრი რაღაცა, რატო აქ რა შოვება თუ ეს რა. მაგრამ ეს რაღაცა შოპოვოლიზმის რაღაცა საღნაირი სახეობაა. თორე რატო უნდა წამომე, ხო? ნიუ-იორკიდან ფაფა. ხო და აქ შევედი, გადასარევი არჩევანია ფაფების. ვიყიდე ფაფა, შმაფა, მაფა, რაფა. ყველაფერი. აი ნახეთ რა გმირულად აზის არც ატრაკებს აიძინებს ცოტა იძინება ხელში აი აქ უჭიროთ ეს პეჩენია მთელი ძალით და ისე დაკს დამალული თან ორცხობილა და ნახე დაიძინა შეხედე ხასა დაიძინა ეს ხელი უშლი და ხა ხანახე თავსაც ჩვენ მე წეიძონა დაიძინა აქ რა შვებით ველოდებით? აი, არის წითელი და ისე შეერთება მწვანე თორე გადავხს. ბუბუს კინაღამ დაეჯახა ვიღაცა ხალი, რომელსაც სავარაუდოდ ტარება არ იცოდა. აერია, ტორმოზი და გაზი. და წინ, ანუ მithმობდა და მე არ ვიცი რა გადაწყვეტა და ჩააჭირა უცებ გაზს. და პროსტა გადავხტი რა, ანუ აი ცოტა მაინც მომედო, მაგრამ ძალიან ცოტა რა, ანუ ხა გამიტანდა. მაგის მე ისე მეშინია გზაზე გადასვლა რა. არა, ყოველთვის მეშინოდა. ისეც მეშინოდა და ეხლა პროსტა აი PTSD მაგ. ვიღაცას ხო ეგრე გაიტანეს. ხო. სადღაც თბილისში. ხო. ოღონდ არ ვიცი სად და გარდაიცვალა. არა, მეგობრ ბათუმში იყო. არა, კაი, არ აქვს. მეგობრ ბათუმში იყო. არ აქვს მაგას არსებით მნიშვნელობა სად. თავარია რომ სამწუხაროდ ეთყობა ტარება მაინც. ეს რუსები რო არიან ჩამოსულები ძალიან ბევრი. მაგათ ნაყედი აქვთ მართვის მოწმობა. რუსეთში ხო იყიდება ეს მართვის მოწმობები. ანუ პრობლემად იყიდი. და მე აქ რო ჩამოდიხარ, უცხოური მართვის მოწმობათ ითვლება და დადიხარ რა. ანუ მეც შემიძლია რომ ხო ნიუ-იორკის მართვის მოწმობით ვიარო და ანუ ეს ადამიანმა არ იცის ტარება, ნორმალ წასწესები არ იცის, ან რა ვიცი, ნაყედი აქვს. და მე ჩამოდის და ესე გაქვს გამოაქვს ხალხი ეხა თავი ამკივდა აუ ხაი ასე მეწერა და ვარჯიშ მარტ ვერი გუგუს აღმოჩენილი ანტისტრეს მაგრამ სხვათა შორის სადღაც ამომიგდო TikTok-ზე სადღაც რაღაც იოგები რო აკეთებენ ამას დასამშვიდობო. სად იყვნენ ეგ იოგები, როცა მე ვაკეთებდი? შენ რო ხმოვოდი. სადეთ ხალხი ძალიან შორის. აი ესე. აი გამბაღია. ძალიან გეხმარება. იცი რა გუგო, ცოტა უნდა დავივარცხნო თავი, იმიტომ რომ ეხა აქ ვავიარო ვიღაცა მიყურებდა და დამავიწყდა რომ ანუ შეიძლება იცის ვინ ვარ. შეიძლება. შეიძლება просто იმიტომ მიყურებდა რომ დაუბანელ გაუბედურებული ვარ, მაგრამ იცის და იცის. არა ხო, მაგრამ ნიუ-იორკში ხო ძალიან კიდია, არავინ არ იცის ვინ ვარ. ერთი უბედური გოგო ვარ და აქ სირცხველია. ან ბებიაშემ შეიძლება იცნობდეს, სულ რომ მე როგორც მე არ მიცნობდა, შეიძლება რაღაცა ჩემ ახლობელს იცნობდეს და სირცხველი ეს გაჩეჩილი რომ დავდივა. არ უხდება თბილის გაჩეჩილობა და უბედისცემობა. ამიტომ გონიდა ყველა სახში შევიწყობა იცი. კიდე როგორ არ მიყვარს და ფარდები აქვს ხოლმე. აი რა გაგდასამალე, რატო აკეთებ და გენანება. და შეგვიძლია რომ ჩვენც შევეხედოთ. რომ იმიშვა, ოღონდ აქ კი არა ყველგან, სადაც დავდივარ ნიუ-იორკ, ყველგან რა. ქალაქს და ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა. ყველგან მინდა რომ შევიჭყიდო ყველა სახში. გავიგო ვის როგორი ინტერიერი აქვს, რას აკეთებენ. ოღონდ აი ეს რა თავის მეც რა მიყვარს თბილისის ზაფხულში. რა. აი ხვდები ხოლმე რომ ზაფხული მოვიდა, როცა გარეთ იწყებს სეირნობას და აივნებს არიან გადმოსული ქალები სარაფნებში რაღაც ერთი და იგივე სარაფნები აქვს ყოველას მიახლოებით. ჩიტის. ხო, რაღაც აი საშინაო რა სახში რაღაცასვეად. აქვთ ცივი ყავა გაკეთებული ძირთადად ეკრანის წყალი და ის რა ყოველს გემრიელი რაც გამოდის რეალურად.
ნაყინით ხა? ნაყინით, ან ნაყინის გარეშე, ვაი და დიეტაზე ხარ და ხილი გარეცხილე. და მეტად ჭორაობა. ანუ მე მიყვარს აი სერნობა, საღამოები და ყურება აი ამ აივნებს როგორ ზიან და ძალიან კაია. ჭორაობენ და ნიავდებიან. აი მაგით ხვდები ხოლმე რომ აი ზაფხული მოვიდა. აუ მე მინდა იმა მეგრე აივანზე დამპატიჟოს მე ჩავით ჩიტის კაბას მეც მაქვს ხოჩეს აქ მაქვს დატოვებული აქ ჩიტის კაბა ამოვაძრობ ხო იცი რომ ყველა ქართველთან მოყვარე ქალს უნდა ქონდეს ეგ კაბა მე არა მაქვს ხოჩეს ჩიტის კაბა არ გაქვს მარის აქვს როგორ იცი აი ჩვენი აი ქალიშვილობიდან მოყოლებული ერთ ცისფერი ჩიტის კაბა აქვს რომელსაც რაც თავი მახსოვს ანუ ჯერ სკოლაში რო დაწვი მარის ქალიშვილობის ამბავი ასე არა ეგრე იძახიან ხოლმე ქალიშვილობიდან მოყოლება ანუ ბავშვობიდან რა მარის ქალიშვილობას კი არ ყოფილი ხოდა სკოლაში რო ვსწავლობდით იქიდან აქვს ეს კაბა ცისფერი რომელიც აი ზაფხულში განყოფა ხდება ხოლმე მაგრამ ხანი მოკედა ეგ არის ჩემი ზაფხულში ზაფხულის საყვარელი მომენტი არის აი ეგ რო აი ეს ქალები ჭორაობენ მე ძალიან მინდა რომ მან დამბატიშოს. გამოვიდა ჩვენ აივანზე და ცივი ყავა და ცივი ხილი. ჩაცებული. აი ფანტასტიკური. ამოვარგდით სახლში. ახლა მინდა ჭამოთ. აი ნახე შევდივარ თავარი ჭერს. იჭერს გაიტყუებ. ჩვენი YouTube-ი ყველგან იჭერს. აი რა ვჭამოთ. მოვიფიქროთ და შეგეცდებით. ვიბანავე. სახში ხო დაუბრუნდი, მაგრამ ხალხნურა ჩავიდინე, არა და დიეტაზე არ ვიყავ შეხედეთ. ამაში ჩანს ერთი ძამი. ჩანს თუ არ ჩანს. ანუ ეს ნორმალური საქციელია. აი ეს ნორმალური საქციელია. არ არის ეს ნორმალური საქციელი. დილას 8 საათზე დავიწყე შაურმით. აი ამ food station-მა გამომიგზავნა და მე ეს შაურმა დავდე სტორებზე, ხო და მე მასაკნეს რა ქვია, მომწერეს სანამ მოვედი სახლში. გამოაგზავნეს კიდე და მომწერეს რომ შაურმა თუ მოგეწონა 100-ზე არ ახარ რეები გვაქვსო და მართლა ისეთი გემრიელია. არის და იცი რა არის ეს რო გელაპარაკები, იცი რა არის. ძალიან მაგარია, როცა ნებისმიერ ქვეყანაში აწვევი რაღაცა შენსას, ანუ ბურგერი ხო, ნუ კერძია ხო, რაღაცა ამერიკული კერძი არის და соуსი აქვს ქართული და რომ მითხრეს, ხო, კაი გასაგებ, ნუ აი გინდა რომ დაეხმარო რაღაც, ხო, კი, მაგრამ რანაირად უნდა გავსინჯოთ ხო და მომეწონოს შქმერული соуსი ბურგერში ცოტა არ წარმომედგინა, მაგრამ რომ გავსინჯეს ნიორი, ნაღები, ძალიან გემრიელია, აფხაზური соусით არის ბურგერი, რომელსაც აი კოწახურებით აქვს და რაღაც, აი და კატლეტი რო არის ბადეკონში გადახვეული. მე ვიქნები ბადეკონში გადახვეული ხვალ. ამის მერე. ყველაფერი დავსინჯე ოღონდ და უთხარი რომ თუ არ მომეწონება არ დავდებთ ხო და მომეწონა. მე თქვენთანაც დავდებ, ამიტომ არ გადავიღე თვითონ ეს განყუთვა და რაღაცეები, იმიტომ რომ მეთქი რომ არ მომეწონოს, ვერ დავდებ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ისე მომეწონა. ეს არის შაურმა. ოღონდ ნახეთ აი ესეთ ტოსტის ტიპზე, ესეც მოკვეჩილი მაქვს. ყველაფერი მოუკბიჩე, ეს თითქმის დავამთავრე, იმიტომ რომ ეგეთი გემრიელი არაფერი არ გამისინჯავს. ეს თითქმის დავამთავრე. ძალიან საკაიფოა და ნახეთ როგორი ის არის. ჟიკ და მე ხელები აღარ გესურება რა, ესე ჭამ და ხელი არ გესურება, სადმე ოფისში თუ მოგინდა უთქვათ რომ. არა ძალიან ბევრი ვჭამე და დავლია. ხა ეს კოკა-კოლას მოკლედ რაღაც სარეკლამო ის მაგ გამოშვება. კიდე რა გავარეკლამო, კოკა-კოლას მივაყოლეთ. არ არის რეკლამა. ჯერ არ მყავს სპონსორები YouTube-ზე. არა, სხვა შეს მე მგონი ვინც ხართ ჩემი გამომწერები ისე Instagram-ზე და Facebook-ზე, ხვდებით ხოლმე როცა არის აი რეკლამა რა თქმა უნდა ყველაფერი ასაც უწევ რეკომენდაციას არის თავისთავად რეკლამა, ხო? ჩემი მხრიდან, მაგრამ მე ვგულისხმობ აი როცა არის გადახდილ რეკლამასაც სხვათა შორის არის რეკლამები, რომელიც რა თქმა უნდა გადახდილია, მაგრამ ისე ირჩევ, რომ აი მართლა გულწრფელად ძალიან მოგწონს და პლუს კიდე გადახდილია. არის რაღაცეები, რაც უბრალოდ გადახდილია და ნუ არის და აი ახლა მაგას მე მგონი გულით ეტყობა ხოლმე რომ ეგეთია. და ძალიან ბევრი მაქვს, რომელიც არ არის გადახდილი. და
განსაკუთრებით აი ქართულ დიზაინერებზე მე შემიძლია გითხრათ, რომ 100-დან 100, აი ვერც ერთი დიზაინერი ვერ მოვა და ვერ მეტყვის, რომ ერთხელ მაინც ლარი გადაუხდიათ ჩემთვის, რომ მე დამედო მათი რაღაცები ყოველთვის ისევდებ. საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ საერთოდ არ მაინტერესებს კოკა-კოლა როგორ გამომივიდა. არ მინდა. არა, კოკა-კოლა მიყვარს. რატო არ მინდა. კომპანიაც მომწონს და კოკა-კოლაც მიყვარს, მაგრამ ხო და ქართულ დიზაინერებსაც არასდროს არ გამომირთვევია ფული. ყოველთვის როცა მომწონს ვდებ, როცა არ მომწონს ძალიან ბევრი ყოფილა რომ გამოგზავნიათ და მე ცოტა უკმაყოფილი ყოფილან რომ გამოგიგზავნე პიჯაკი და რატო არ დადე. არ დავდე, იმიტომ რომ არ იყო დასტროჭკილი არ იყო ნორმალურად და რაღაცა რა გინდა, რახან პიჯაკის გამო დავდო, არ დავდებ და შევიყვანო ვიღაცა შეცდომაში. არ დავდე. გემოვნებაზე დაობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ხარისხოვანი პრობლემები რო არის, მაგას არ ვდებ ხოლმე. ხო და იმის თქმა მინდოდა რომ ამათაც ახლა ესე უთხარი რა. მაგრამ ძალიან მესაყვარლებიან, უკვე რამდენიმეჯერ გადავაკვეთეთ ერთმანეთს ეს food station-ი, თავიდანვე ეს ხმა რო გავარდა. ბუბუ მითხრა რა, აი ყველა ბუბუ ხო ის არის ტრენდებს აყოლილი გოგოა. ყველა მაგას ჭამს და შენ არ იცი. არ ვიცი, როგორ უნდა ვიცოდე, ნიუ-იორკში ვარ, ვიცი რომ ყველა მაგას ჭამს და შენ არ. რაღაცებს მეუბნება ხოლმე, ანუ გოგოები მივდივართ, მეცადე რა რაღაცა ქვია ხა. ანუ მე რომ მივდიოდი რუმსი იყო და ეგ იყო რაღაცა რუმსში მივდივართ და რაღაცეებში დადის. და ანუ ეს არ გაგისინჯავს. ხო და მე ნერვიულობ რომ პონცხარ ჩამოცილებული და როგორ არ გამისინჯოს. ხო და გავსინჯე, მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ გავსინჯე და ვარ მწითანი. ბავშვები გავამზეურე. ერთ ადგილას, მეორე ადგილას. იგულავე, ჭამეს, ხვალ მივდივარ ვარდისზე. თქვენს წაგიყვანთ. დილიდან წავალ ვარდისზე და დავწვავ ამას, მაგრამ პრინციპში დავწვავ რა. დღეს რა ვჭამე რა? დილას ვჭამე შაურმა, მე დავლიე ყავა და ეხა ერთი ბურგერი მთლიანად შევჭამე, ძალიან გემრიელი, მეორე ნახევრამდე მეტი აღარ ჩამეტია და ესეც ცოტა მოვკვეჭა, უბრალოდ მიჭამე. და კოკა-კოლა დავლიე. ეს ბოლომდე არ დამერგია და ზეროა. დავთვალეთ კალორიები, ყველა ერთად დავთვალეთ კალორიები, რამდენი გამოვიდა. ბლომად, მაგრამ არა. სამაგიეროდ ვიფრინე დავიღალე, ეგეც ხო ითვლება რაღაცა. ეხლა რომელი საათია, არც ვიცი. რომელი საათია? 15 წუთია 12-15 წუთია. ნორმალური ადამიანი უნდა ჭამდეს, ამ დროს არ უნდა ჭამდეს. კარგით. დღეისთვის ეს არის 12 საათია და ხო ახალი დღეა. ვინც გამომიწერეთ YouTube-ზე, ხედავთ რომ ყოველ დღე ვდებთ, ეს არის ძალიან განსხვავებული ფორმატი. ყოველ დღე იდება რაღაც. ამიტომ გამოიწერეთ და განსაკუთრებით საქართველოში ვარ, ხო ყველგან მოგატარებთ, როგორც დაგპირდით. ყველა სალონი, რომელიც მართლა მომწონს, ყველა დიზაინერი, რომელიც მართლა მომწონს, ყველა სასტუმრო, რომელიც ძალიან მომწონს და ვემზადები უკვე რამდენიმე წასასვლელად. ისეთში, რომელიც აი მომწონს და ყოველ წელს დავდივარ და იცით, რომ სულ დავდივარ. მოკლედ, ყველაფერს გაჩვენებთ, რა კოცნით გეხვევით თქვენი ნუგი კოშკელიშვილი.